ამ ადამიანებს, რომლებსაც ოჯახის წევრები ციხეში გაუშვეს, ამათა რა გექნებოდათ სათქმელი? ეს ადამიანები იბრძვიან დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად, ხო? და რომელი დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების და ვინ იბრძვის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად? მაინტერესებს ვინ ეს ადამიანები? კი, მათ შორის ეს ადამიანები, კი. და სად ჩანს? ერთი თვის განმავლობაში რო ასისხლიანებდნენ სად ჩანს რომ ესენი მაგისტრის იბრძვიან? ვინ უკაცრავად რომ ისმინეს? ეს ადამიანები დგანან იმ პოლიტიკური ძალების გვერდით, რომლებმაც რუსეთს ჩააბარეს თითქმის ყველაფერი ამ ქვეყანაში. თითქმის ყველაფერი. უკაცრავად ერთი წამი. ქართული ოცნება რაცაც აკეთებს. ეს არის. მე გეტყვით რას აკეთებს. უკაცრავად გეხვეწებით, აი დავასრულებ რა საინტერესო კითხვა აქვს. ქართული ოცნება ის რას აკეთებს? იცავს საკუთარ ქვეყანას. იცავს საკუთარ ქვეყანას. ვითი ყველა ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეებს რო ასისხლიანებდნენ ქუჩაში, ჟურნალისტებს მარგინალურ უსწორდებოდნენ ერთი თვის, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში არეულობის შემოქმედებას, მარგინალური ჯგუფები მაიდანიზაციას ცდილობენ ამ ადამიანებისგან იცავს ქვეყანას. თუ გაინტერესებს რას აკეთებს ქართული ოცნება, აკეთებს ამას. და თუ რაიმე განსხვავებული აზრი აქვს ვინმეს, შეუძლია გააპროტესტოს მშვიდობიანად და არა ფეერვერკების სროლით და ადამიანებზე ქვების სროლის და ფურთხებით კიდე. ჟურნალისტების დასისხლიანებით იცავენ იმას? თუ გონიათ ვინმეს შეაშინებენ რა და მივდივარ მემორიალთან ადამიანი და თქვენ თუ გონიათ ვინმეს შეაშინებენ ძალიან ცდებით, ეცნიან უზრდელები. და არ მოგეცათ იმის შესაძლებლობა რომ ის ყვავილები რომელიც მოიტანეთ როგორ? არ მოგეცათ იმის შესაძლებლობა რომ იმიტომ რომ უზრდელები არიან, მე მაგათ დონეზე არ დავეცემ. მორალური უფლება ქონდათ რომ რას ნიშნავს უფლება? შე ვინ გეკითხება მე სად მოვა? გეკითხებით. როგორ არ ქონდა?